ჩვენმა ნაბოზარმა უფროსმა სულ ახალი მანქანა იყიდა. Алло. გამარჯობა. სალამი ლაშა. იტელი გარაში ვიყავ. დიახ, გისმენთ. დამცავი მინდა რაღაცა მანქანა გამოვაგორე ცენტრიდან. როდის გეცდება შეიძლება? რა ვიცი აბა, თქვენთვის მოვიცლით როცა გინდა. რა ავტომობილია რომ მითხრათ? გავაგზავნე ვიღაცას გამოვაყვანე, ცოტა მეამცალია პროსტა და სხვა მოგიყავს. კი ბატონო, კი ბატონო. სტეკი მინდა რამე არ დააგრაც ხო? აუცილებლად. კი ბატონო, კარგი, გავაგზავნე ხა კაცთა მოგეთ საქარზეც მინდა დამცავი რა. დიახ. ხალოშიც მინდა. და იზოლაცია არ ვიცი, ხა ჯერჯერ ვენდობი BMW-ს და თუ არ ივარგებ და ჩაისვარეს, მე გავუგებთ. კი ბატონო. აი დროებით. კარგი. მე სხვა ფერს ავარჩევდი. მაინც რა არის არა ისე. პირველი რო შენდადებ სულ ახალ მანქანაში ტრაქს. არ ვიცი ლაშამ რატო არ მოინდომა, მაგრამ მე რომ მის ადგილას ყოფილიყავი, პირველი ჩემ მანქანაში მე დავდებდი ტრაქს. არის ბოლო ერთეული ხო რა წერდით? მეც რა მაინტერესებს, ამაზე უნდა გადავაკრა დამცავი ფირი. ხო და რისი მოხსნა შემიძლია ისე რომ თქვენ გარანტია არ გაუქმოთ და რისი არ შემიძლია. სანომრეზე არც გეკითხები, ვიცი რომ თავის პრობლემა არა შენ. ჩვენი ბევრი მომხარებელი, რა თქმა უნდა, ფირს აკრავს ავტომობილზე, გარანტიას არ ეხება. გარანტიით უბრალოდ თუ რამე მოხსენით, რამე გატყდა, მე რეკუსტარულოდ გააკეთეთ, რამე სხვა შეაერთეთ და ასე შემდეგ, ეგ რა თქმა უნდა უკვე მეს ხო ისე ყველა თვალსაჩინოს და ყველა მიცი რა პატარა დეტალების მოხსნა ჭირდება, რომ ეს ფერი კარგად გადაეკრას. და თქვენ გარანტიას არ აუქმებთ ან ამ პრობლემას არ ქმნით. ფირის გადაყრაზე არ. ეს ძალიან კაი ინფორმაცია გავიქი. ცენტრის გაყიდვების თანამშრომელ ცოტნეს ვესაუბრე, ყურადღებიანად და კარგად ამიხსნა ყველაფერი და კაი ინფორმაცია მივიღე მოკლედ და თქვენს გაგიზიარებ. მე ადრე მქონდა წარმოდგენა ასეთი. ეს ჩვენი მომხმარებლებისგან ვიცოდი, რომ როდესაც ავტომობილზე რამე დეტალი იხსნებოდა, მაგალითად სახელური, სადაც ელექტრომოწყობილობა შეერთებულია, მაგ შემთხვევაში სრულ ელექტროობაზე ან მარტო სახელურის ყველა ელექტროობას გარანტიას აუქმებენ. ცოტნე მითხრა ასეთი რამე, რომ თუ კი რაიმე მექანიკურ დაზიანებას არ ვნახავთ, რა თქმა უნდა გარანტიაზე პრობლემას არ გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კი თქვენი ავტომობილს ანდობთ პროფესიონალ ადამიანს, სწორად მოხსნის ადამიანის სახელურს და სწორად დაუყენებთ, ისე როგორც ცენტრში სერტიფიცირებული თანამშრომლები იქცევიან, არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ საგარანტიო პირობებს. კაი მანქანაა ძა, მომეწო. მთელი 2025 წელი ისე კარგად ვიმუშავეთ, რომ ჩვენმა ნაბოზარმა უფროსმა სულ ახალი მანქანა იყიდა. ასეთი კარგი და წარმატებული თანამშრომლები უნდა გყავდეთ ყველა კომპანიაში, რომ თქვენს კაი და ახალი მანქანები ბევრი იყიდეთ. ულოცავ ამ ვიდეოდანაც, ძალიან კარგი შენაძენია, კაი არჩევანია. მიმყავს თბილისის დიტეილინგ გარაჟში და გავიგებთ ერთად რას უკეთებს და რისი გაკეთება უნდა მოკლედ თავის სერვისში, თავის ახალ მანქანაზე. Tam videos ვიხებ. რა ბიტები გარეთ ხარ? ხო. გავიაროთ რას როგორ ვაკრავთ. ლაშამ თქო მანქანის გამოყვანა. მოგიყვანე დაბლაყენიო. აწი შენ მიხედავ და შენ რომ მითხრე ხა როგორ მე მითხრა რომ არაფერი არ დავშალოთო, საერთოდო რასაც მომხმარებელს ურჩევ რომ ასე გავაკეთო. ეგეც არ არის. არც სახელურებს არ ხსნის, არც საბარგულის ლოგოებს, არც წინა ფსევზე კრელოებზე ლოგოებს, არაფერი საერთოდ, არც ბაკის ხუფი და ესე შემდეგ.
მე რო იყო მინიმალურ რაღაცებს დავუშლიდი, მაგრამ როგორც უნდა ალბათ ისე გააკეთე. მეც ეგრე ვფიქრობ, რას პრობლემაა ლაში არა ხარ ალბათ. ჩვენ როგორც მომხმარებელი ისე, ხო? მაგრამ უყონა გადასაკრავად, როგორც გადაწყვიტა მოკლედ ისე გავუკეთე. და თან მუღამი აქვს იმის, რომ თან სადოთო. ამას ტესტი გავაკეთოთ. თუნდაც აი ნახე საბარგულზე აქ X5-ის ლოგო. აქეთ X-Drive-ის ლოგო. ხო. ესენიც არ მოიხსნება, არც საბარგულის ლოგო არ მოიხსნება. კრილებზე იმის სანომის ლოგოები. გარდა არაფერი არ დაიშლება, ხო? საერთოდ არაფერი. დაჟე არ ვიცი ეგეც მოხსნე თუ არა, სანომის დაჭირდება. სანომის დაჭირდება, კი, სანომის ანუ არაფერი არა სანომის მოხსნა და მაგიტო. მეგეც მე დავაძალე რომ სანომი მოხსნათ. იმიტომ რომ პროგრამ ზოგადად გათვალისწინებულის არა აქვს, რომ სანომი არ მოიხსნას. მაქსიმუმ პორშეებზე რომელსაც ფიზიკურად არ ეხსნება. ხო, ნუ თეორიაში არ უნდა ეხსნებოდეს რა. ნახავთ ჯერ როგორ დაჯდება. კუთხეები გასწორებული და მე კუთხეებს თუ გავასწორებ, ესენი კარგად იქნება თუ არ იქნება, ანუ ამის გარშემო. გადაკრული გეცოდინება რა დეტალს გადიდება სჭირდება და მინიმალური კორექცია და რა ისეთ ზომაზე უნდა დარჩეს, როგორც აქაა, ხო? კი, მაგრამ ის უმეტესად დაშლით გვაქვს დაკრული და ამის ინტერესი მეც მაქვს როგორ დაჯდება ეს პატარა ამოჭრილი ასოები. ამ ამოჭრების დასმის მერე უკვე იმის მუღამი აქვს რომ გატესტოს თქვათ ყოველდღიურ ხმარებაში რეცხვაში როგორ იქნება, იმიტომ რომ არის ხოლმე შემთხვევები კერხი ერთ აფუჭებენ და ჩვენ ხანდახან ეჭვგეპარება ჩვენ თავში და იქნება ამის ბრალი, იქნება რა არის ამის ბრალი და ხო და მეც არ ვარ, მაგრამ მაინც იყო დაკრის ბრალი და არის ცუდად გადაწყვეტილი. მაგრამ მაინც დარწმუნებული რომ ვიყოთ. ამიტომ ლაშას მანქანაზე უნდა გავტესტოთ რა. ავარჩევ ახლა ბამპერებს. პანორამა აქვს თუ არა? კი, პანორამა აქვს, ანუ პანორამა ჯერ გჭირდება. არა ეცხო ჯობია და გადავუღმეთ დეტალური ფოტოები და მაგის მიხედვით აქ დავალაგოთ რა. კი ბატონო. და მე აქ ვიქნები, ყურადღებას მოგაქცევთ. რომ მე დაგჭირდება დანარჩენი შენ ხარ პასუხისმგებელი და შენ მიხედავ ამ მანქანას. მიხედავთ არ არის პრობლემა. მაშამ გამოგვიგზავნა ჩვენმა უფროსმა ეს მანქანა. თავის მანქანა ახალი ნაყიდი ცენტრის მანქანაა და უნდა გადავაკრათ ახლა დამცავი ფირი, მაგრამ არ უნდა დავშალოთ არაფერი საერთოდ ნომრების გარდა. ლოგოების საერთოდ არც ეს ლოგო, აი აქ რო წარწერა აქ, არც უკანა არ მოიხსნება, არც არკე, არც სახელური არაფერი არ მოიხსნება და ზოგადად მომხმარებლები როცა გვეკითხებოდნენ მირჩიეთ რომელი ფირი როგორ ჯობია გადავაკრათ დაშლით თუ დაშლის გარეშე, ყოველთვის ვცდილობდით რომ მაინც დაშლით გვერდშია, იმიტომ რომ შეგეცილდა ყველაფერი მაინც გვეგონა რომ უკეთესი იქნებოდა. ამიტომ ხა გვაქვს ჩვენ საშუალება რომ გადავაკრათ ჩვენს მანქანაზე, ლაშას მანქანაზე, ლოგოების მოხდის გარეშე, ვნახოთ როგორი გამოვა, როგორ დაჯდება ეს ზომები და მოხმარებაში როგორი იქნება რა, კერხებს როგორ გაუძლებს, რეცხავს როგორ გაუძლებს და ასე შემდეგ. და ნუ თუ რამე არ გამოვაკეთე და ცუდად გამოვიდა და გაფუჭდება რამე, ჩვენმა უფროსმა ლაშამ არკვიოს მანქანის პატრონ ლაშასთან ვისი ბრალია და ვინ უნდა გადაიხადოს. ჩვენი ვიდეოების წამდგენია Slebet.g ონლაინ ტოტალიზატორი და კაზინო ითამაშეთ დედის ტყნამდე. ხალხო, ეს მართლა არ გეგონოთ რომ ნამდვილი ტოტალიზატორი და კაზინო, იმიტომ რომ კომენტარებში რამდენიმე გზავნეული სისულელებს წერთ ხოლმე. ეს არის fake ტოტალიზატორი და კაზინო, რეალურად არის ნახევრად საქველმოქმედო ორგანიზაცია, ნახევრად იმიტომ რომ თანხას არ ვარიგებთ, ხოლო მეორე ნახევრად იმიტომ ითვლება რომ ჩვენ გვინდა ჩვენი ცუდი და უარყოფითი გამოცდილება ამ მავნეჩევის მიმართ გაგიზიაროთ. თქვენ და გაუზიაროთ ბავშვებს, რომლებიც YouTube-ს უყურებენ ძალიან ხშირად და YouTube-ი გაძეძგილი არის აზარტული თამაშების რეკლამირებით, ხო და თუ თქვენ ხედავთ ეხლა რომ მე 35 წლის ასაკში პირველი მანქანა ცენტრიდან ვიყიდე, ამის შესაძლებლობა პირველად არ მქონია, უბრალოდ პირველად მოვახერხე რომ ეყიდათ. ამიჯერეთ რომ 21 წლიდან არაერთი ასეთი მანქანა შეტენილი მაქვს ამ მავნეჩევისთვის და მათი მესვეურებისთვის, ხო და განსაკუთრებით ბავშვებო და ჩვეულებრივ ადამიანებო, იცოდეთ რომ თუ ითამაშებთ, დედა მოგეტყნებათ. მოვჩით ლაშას მანქანის გადაკვას.
დაახლოებით 9 საათი ალბათ დავასრულეთ, გავამზადეთ მანქანა და ლაშაც ბათუმიდან ჩამოვიდა. და პირდაპირ აქ მოდის. ეხლა თვალი მოვკარეთ, ეგ მანქანა საწელებლად გაიარა და წუთზე უნდა შემოვიდეს. მანამდე მანქანაზე უცებ გეტყვით, რომ ძალიან კაი გამოვიდა, როგორც მოითხოვა ზუსტად ისე გავუკეთეთ და ეხლა ხმარებაში გატესტავს, როგორი იქნება, თქვათ, აი ემბლემებთან მოჭრილი ფირი ამოსერილი დაუშლა დაკრული, როგორი გამოვიდა. ყველაფერი იდეალურადაა, კორექცია ჭირდება, კორექციას ბათუმში გაუკეთებენ. აი მოვიდა ლაშაც, კორექციას ბათუმში გაუკეთებენ. ჩვენ შეგვიძლია ესეთი რაღაცა თბილისში დაკრულ მანქანას, ბათუმში გაუკეთოთ კორექცია და არ ვატარებთ ადამიანი ორჯერ, სამჯერ თბილისში და ბათუმში ამ პირიქით. ბათუმში დაკრულ მანქანაზე თუ ერთი კვირის შემდეგ აქ აღმოჩნდება, თბილისში გაუკეთოთ კორექცია. ლაშად შემოვე ხა და მეორე მიკროფონს მივაწვდი, ხა ორი მიკროფონს მომზადებული დავხვდა. არის ნახტის საცაგინდა? შავი შავში. რა ხდება, როგორ გადააკარეთ? მზეზე გასწორდებაო რაღაცები არ არაფერი არ აქვს, ეგეთი მზეზე რომ გასწორდეს. კორექცია შემზე კარგად იცი, როდის ჭირდება, როგორ ჭირდება. მინდოდა ჩემო ძირფასო მაყურებელო, რომ ვერასდროს ვერ აძლევდით მომხმარებელს ან უმახიან გარანტიას, რომ მანქანას თუ რაღაცას მაინც არ მოვხსნით და აბსოლუტურად პლოტერზე ამოსერილ ფირს დავაკრავთ, რაღაც პრობლემა არ შეგექნება. თან როგორ არის ხა? როცა დაუშვათ სახილურს დაუშლათ მოარგებ და მომხმარებელი დაგთახდება, რომ გადააკარე, მოდი არ დაშალო და მე რეცხავი კერხერით გავუფუჭებს იმას, ხო? თან ვერ გეუნება რომ შემიცვალეო, ჩვენი გარანტია ნახდათ არ არის, იმიტომ რომ გავთხილებული წინასწარ და თან კიდე მეც უხერხულში ვარ, რომ ეხლა კაცმა ფული გადაიხადა, შედეგი ვერ მიიღო რაც უნდოდა, მაგრამ სამაგეროდ თავის ბრალიცაა, იმიტომ რომ მანქანა არ დაგვაშრევინა და ვუყურებ რომ თელ სოფლიოში ესეთი ტრენდია რა, იქონდეს ხაზი, მაგრამ არ დაშალო რა და მოდი ჩემ მანქანაზე ეხლა მაგ ვიყიდე მანქანა, ბევრ ვიდეოს გადავიღებ, ბევრ ტესტს გავაკეთებ, არ დავშალე არაფერი, 100-ს კი არ მოვხსენი, ემბლემაც არ მოვხსენი, არავით არის წარწერა, ეს ემები რო აქ ეხლა ეს ვასმოის ემები კი არა, ნაღდი ემები აქ, ეგეც არ მომიხსნია. ნახოთ ეხლა, აძვრება გაჩვენებთ, არ აძვრება და არ გაჩვენებთ. კი რა და გეტყვით რომ არ აძვრათ ხუთორე გაჩვენებთ, თუ გაჩვენებთ. დანარჩენი ეხლა ბიჭებმა გადააკრეს და მითხრეს რომ საჩუქრათო, ძალიან გამეხარდა. სიმართლე გითხრათ, ველოდებოდ კიდევაც, საჩუქარი მიღებულია, განაზღაურებას მაინც გადავხეთ. კიდე რამე გვაქვს საუბარია. შეიძლება გადახედო, შეამოწმო. შემოწმება არ მინდა ეხლა გენდობით შემოწმო რა თქმა უნდა, არ დავბურე, იმიტომ არ დავბურე რომ ბათუმში დავუბრალდ, ამაზე კიდე ცალკე ვიდეოს გადავიღებ. მინდა შევამოწმო მზე როგორ შემოდის, გავზომო ტემპერატურა ზამთარში, ზაფხულში, დაუშვათ ინტერიერში, ექსტერიერში როგორი სხვაობა რამდენად ბლოკავს, იმიტომ რომ სტეკის უმაგრესი ფირა და ეხლა რო დამებურა before after-ს ვეღარ გადავიღებდი. იზოლაცია არ გავუკეთე საერთოდ არსად. ჯერ ეს ერთი იმიტომ რომ არ დავშალე და მეორე კიდე იმიტომ რომ იზოლაციას გავუკეთებ ძალიან კარგ დეციბალ მეტრს თუ რა ქვია დეციბალების საზომს, მოკლედ ხმაური საზომ აპარატს ვიყიდი. ოფიციალურად თავისი საბუთით რომ ნახდათ კარგად ზომავს და მე ჯერ არკებს დავუბრალთ, გავზომავთ. მე კარებს მივატევთ, გავზომავთ. მე ჭერს და აი ხო ხდები და აი ძალიან კაი ვიდეოებს გავაკეთებ. ამისთვის მჭირდება და ჩემი მანქანა რა, ეხლა მომხმარებლის მანქანაზე ეხლა ჩაკუჩების წყმა და ეგეთი რაღაცები არ გამოდიოდა. ამიტომაც ჩემი მანქანას ავდგებით და დავღეჭავთ ეხლა ისე როგორც საჭირო ვარ რა. მადლობა თონიკე. ძალიან დიდი მიხარია. იმედია ბევრი არის ხონჯეთ გადაკვრის დროს და ვიდეოს საყურებად გამოვა, არ მინდა ეს ვიდეო ისეთი იყოს, რომ აი ნახე ხალხო მანქანა ვიყიდე და რაღაცა. არა, თუ კარგი იქნება, მარტო იმ შემთხვევაში უყურეთ, თუ ცუდი იქნება, დაწერეთ სოფლელი ხარჯო და მე აგეთი არა ვარ, მაგრამ ვინც ეს ვიდეო გადაიღო, იმას ჭოჭი შეერთად შევუყენოთ მოკლედ რა. გაკოცეთ, გიხვეტებით, გიფერეთ, აი, უი, მაგრამ მიხარია მანქანა ვნახო, ვიყიდე, რავი, ორი კვირა ვიყიდე, ერთი კვირა რიგში ჩამტოვეს. არ მიიღე ჩემი მანქანა დედას გეფიცებით არ მიიღეს ერთი კვირა სხვაგან მეყენა გადახურულ პარკინგზე და მე დაიწყეს გადაკრვა. ხო და ხე ორი კვირა მანქანა ვიყიდე დროა უკვე მოიხმარა. წავედი. ნახეთ ემისაი არ ვიტყვი ხა იმ რას ჩვენ მეზობელ ქვეყნის წარმომადგენლებს აი ვასმოიში რო აწყობენ ხოლმე ეს ყველგან ეს ემის ხაზები აქვს რა. ვაფშე არ მინდოდა BMW-ს კიდევ სიმართლე თუ მაინტერესებდა შემთხვევით შევამეყიდა. ეხლა ცოტა წავუსოფლელი, მაგრამ ახლა ასე იყო. კაი. ოპა! Bluetooth-ი თუ არის დაკავშირებული ვინმესი? გიორგოსი. არის? არის ხო? ბეკასი. ერთხელ ჩემო კაცმა იყიდა Range Rover-ი და ამბოვის მოყავი თორნიკი აკრავდა მაშინ ფირს. ამბოვის მოყვა საიდან დაიწყო ისი? აი ლაშაო. ხო გახსოვსო მეო უნივერსიტეტში ერთად რო სწავლობდითო. მაშინ რაღაც პატარა ბიზნესი მქონდა, სულ ოცნებობდიო ახალი მანქანა მეყიდა, დაფეხვილი მანქანი დავდიოდი და აი რაღაცაო დადგა ის პერიოდიო, რომ მთელი ცხოვრება წინ და წინ მივდიოდიო და ძლივსო Range Rover-ი ვიყიდეო. გამიგე?
მოგიყვანე ფირის გადასაკრავად, ჩავჯექიო და როდა ხოქე ამინმა მედოვიდა ზედო რა არის ეს და თორნიკე და ამინო აკრავდნენ ფირის და დისკოტეკა ქონდათ მოწყობილი. სად გვაქვს რიჩაგი? ძმებო, დაბლა. სად დაბლატო? იმან მარცხნივ. ეს არის? აჰა, ვსო ვიპოვე. დეში ვართ. ნიგან. წავედი. საჭი არის ბანძი. ამ ფასიანი მანქანის ყვალობაზე საჭი არის ბანძი. ლაშას მანქანა გავუშვით მორჩით გადაკვირას და ეხლა უნდა გავუკეთოთ გარანტია. საერთაშორისო გარანტიას უწევთ სტეკის პლატფორმაზე. ეხლა აგიხსნით რატო არის ეს გარანტია მნიშვნელოვანი და ასევე აგიხსნით რატომ არის ეს სტეკის გარანტია განსაკუთრებული და ძალიან მაგარი. პირველ რიგში განსაკუთრებული არის იმიტომ რომ ნებისმიერ წარმომადგენელს თუნდაც უბრალოდ გადამკვლელს ვინც სტეკზე მუშაობს, შეუძლია უბრალოდ მოიტყუოს მარტივად ძალიან რომ გითხრათ რომ აი ფირს დავაკრავ, გაჩვენოთ 5, გაჩვენოთ ფირი და სხვა ფირი დააკრას. ამის ხარისხის შემოწმება ლაბორატორიული გზით გარდა არანაირად არ ხდება. თუ მაგალითად ვაკრავთ 10 წლიან ფირს, თუნდაც სტეკის ფირი დავაკრათ 10 წლიანის ნაცვლად 3 წლიანი და ვიცოდეთ რომ მომხმარებელი ყოველ წელს ითვლის ამ მანქანას და მის ხელში ეს მანქანა 2 წელზე მეტი არ გაჩერდება მაგალითად, შეგვიძლია მოვატყუოთ ეს ადამიანი, დაუწეროთ უთხრათ რომ დაუკარეთ 10 წლიანი ფირი, გამოვართოთ 10 წლიანი ფირის ფული, დაუკრათ 3 წლიანი ფირი და ვერასდროს ვერ გაიგებს ამას, იმიტომ რომ რამოდენიმე წელში მანქანას გაყიდის, იმ გარანტიის შედეგებს, იმ ფირის გარანტიის გასვლის მერე შედეგებს ვერ იხილავს და იფიქრებს რომ კარგი ფირი დაუკარეთ, მაგრამ არ ექნება მას ხარისხიანი ფირი მანქანაზე. ამის პრევენციის მიზნით არსებობს სტეკის ოფიციალური პლატფორმა, სადაც გვაქვს ცნობა ჩვენ, აქ წერთ ოფიციალურ გარანტიას, აქ შეგვყავს მანქანის მონაცემები, მომხმარებლის მონაცემები შეგვყავს კონკრეტულად იმ ფირის კოდი, რომელიც დაუკარეთ მომხმარებელს, შემდეგ მომხმარებელი თავად ნახულობს ამ ყველაფერს საკუთარ მეილზე, იქ წაიკითხავს ზუსტად ის ფირი დაეკრა თუ არა მანქანაზე, რაც მითითებულია, რაზეც შეთანხმებული იყო, ზუსტად იმ ნაწილებზე დაეკრა თუ არა, რაზეც შეთანხმებული ვიყავით, დაადასტურებს ამ ყველაფერს, შემდეგ განიხილავს ამას სტეკი, ფირის კოდის ოფიციალური დადასტურების შემდეგ სტეკი მაინც გადაამოწმებს, არის თუ არა ეს კონკრეტული კოდი, კონკრეტულად საქართველოში გამოგზავნილი და ჩვენს მიერ შეძენილი ფირის კოდი, გადახედავს ყველაფერს, მანქანის ფოტოებს შეაფასებს, დაადასტურებს სტეკით, რომ ნამდვილად კი ეს არის გადაკრული და შემდეგ უკვე აქტიურდება საერთაშორისო გარანტია. რას ნიშნავს საერთაშორისო გარანტია? ნებისმიერ დაზიანებაზე, რაც გარანტიებს ექვემდებარება, ანუ ფირი დაიბუშტება, გაყვითლდება და ასე შემდეგ, სტეკს აქვს ვალდებულება, რომ ეს ფირი გამოაგზავნოს, ანაზღაუროს და ჩვენ როგორც მის ოფიციალურ წარმომადგენელს გვაქვს ვალდებულება, რომ ეს ფირი მომხმარებელს გადაუკრათ, შეუცვალოს სრულად უფასოდ. ეს უცელდება არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მაგალითად, თუ საქართველოში დაკრული ფირი მივა სხვა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სტეკის წარმომადგენლობა გარანტიის საფუძველზე რაღაცის შესაძლებლად, იქ ვალდებულნი არიან, რომ სტეკს შეუკვეთონ ეს ფირი და შეუცვალონ მოკლედ სრულად უფასოდ. თუნდაც უცხოეთში დაკრული სტეკის ფირები, რომელსაც საერთაშორისო გარანტია აქვს და ჩართულია ეს ყველა გააქტიურებული ეს გარანტია, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ უფასოდ შევუცვალოთ ეს ყველაფერი მომხმარებელს. ეხლა გაჩვენებთ რა პროცესები არის ამ გარანტიის გააქტიურებისთვის. მოდი პირველ რიგში დავიწყოთ ჩვენი დეტეილინგ გარაჟის მხრიდან გასაკეთებელი პროცედურით. ამ პლატფორმაზე უნდა შევავსოთ მომხმარებლის, მანქანის მომხმარებლის და პროდუქტის სრული ინფორმაცია. დავიწყოთ მომხმარებლით. წერთ მეილს. შემდეგი ეტაპი. მანქანის მონაცემები. ვინ კოდი, წელი, მოდელი, რომელი კომპლექტაცია და მანქანის სახელმწიფო ნომერი. ჩავწერეთ ახლა lot number-ი, ეგერ ამოგვიგდო ფირი, full sheet clear-ი, 15 მეტრი. სერიული ნომრით. ეხლა ფოტოებს ავტვირთავთ მანქანის. წინ უკან გვერდით ამხარე და ეხლა უნდა ჩავწეროთ რამდენი გამოვიყენეთ ფირი და რა ადგილები დაეკრა. full wrap-ი შეგვიძლია მივცოთ და იქნება ყველაფერი რაზეც დავაკარეთ. დავამატეთ ეს პროდუქცია ამაზე გამოყენებული. აქ შეგვიძლია მე დავამატოთ თქვა შუშის დამცავი ფირი, დაბურვა, ან თუ რომელიმე სხვადასხვა ფირებით გადაეკრა, თუ მატი და პრიალა ფირები გადაეკრა, ასე შემდეგ. ერთ გარანტიაში შეგვიძლია მოვაქციოთ ყველა ის ფირი, რაც გამოვიყენეთ მანქანას. გადავდივართ შემდეგზე. ნიშნავთ ყველაფერს, ამოწმებთ კიდევ ერთხელ აგაკეთდა, ვადასტურებთ.
და ამის დადასტურების მერე ეს ყველაფერი გადაიგზავნება სტეკთან და გადაიგზავნება მომხმარებლებთან. მომხმარებელმაც და სტეკმაც უნდა გადაამოწმოს ინფორმაცია, უნდა დაადასტუროს ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე როცა დაადასტურდება, გააქტიურდება და უკვე 100% ეკუთვნით გარანტია ყველაფერზე, რაზეც სტეკის ფირებზე გარანტია ვრცელდება.